მოვედით ხალხო გამარჯობათ. ახლა ნუ გაშავდი. გაუმარჯოს. აი როგორ ხართ რაშვებით? მე თუ არ გავიწორება იმე ფეხი. მივარტყი. ფეხი მივარტყი ამაგრა ხალხო. ოგვახათ. აუთმები რანაირად აქ. ეს ცუდი დასაკეცი ის არის ხალხო. ხალხო და ჯომათ. რა არის ცუდი დასაკეცი? აი რაღაც კონვერტი ის როა? კონვერტი თუ ის რო არის გადასაკრავი. ისინი ჩამალაგებინე მანდ ხო რა პასაჩოვალაგო თუ აქ დავდორდები და რა ვიცი დაალაგე მანდ ეს რანაირად უნდა ავხადოთ ეგენი რო აწყვილი მიცი საბანი და საბლები ვიცალი მიცი თამიდია ქაშვილო უი ამას არ ძურება ეს კაშნი. კაშნი. ამას არ ძურება თქო. რას არ ძურება? აი მას. არ მოძურება. მე მგონა ძურებოდა. თოჯინა დათვიე თუ რაც არის ამიცი. მე მგონა ძვრებოდა. ადრე ბავშვობაში მყავდა ჩახუტებული ხოლმე სათამაშოები და ისე მეცინა. ზოგს დიდობაშიც აქვს მაგრამ სავსია სულ. ო. ისე სულ სავსია ხალხო. დივანი. ეგ გადაიზუყურეთ. ხალხო სად არის? ეს აი. ნაძვისხე. იმხელა რომ ვერსად ვერ შედი. ნეკი არ გაბოხებული აგირ. Come.
გაგანია. ხოხელა ხაბზე გაგანებს რაღაცა. აჰა. დავწუნე. უბრალოდ ბილია. იგი თუნდა გადააფარო? აწიედი ესა. რა. ეს რამ სისქეა უყურეთ ხალხო. სკელტრაკა. გიქიდა აწიე ესა. დევიდედი. ეს ხვირია გახუნებული აქ ამას. ჰა? ხვირი. დინგი გახუნებული აქ. ამასაც. გინდა? აქ ის მინდა კიბე. როის ფარდები ჩამოვიღო ისინი დავკიტო. ჰა. ახლა დღეს არაფერს აღარ გავაკეთებ. მაინც უნდა ავიღო ეს ჩამოვხსნა და მე ჩავწერო თამე კიდე. ცოტა რაღაცა მიყოლ მოვყარი ხე. ცილფუჭყენები იყო ხა. გარეთ მე არ ხარ და თეთრებს დავაუთავებ მე და მე შკაფში შევდგა. აჩვენებს. გახდება თქვენს კი კარგი და ახალი ჩემო ძვირფასე უნდა თქვენ. ახლა მოვჭი სამზარეულოს და უვალადი ჭუჭი დავეცხე. და საბანი ვარ. წყალი დავადგა მოდის ნეტა წყალი არ მოდის. მოდის თუ არ მოდის არ ვიცი. სერიცხის მანქანა მაქვს ხალხო ჩართული. თუ არ მურჩაკამ. იქ რაღაცა იტყვა. ჩვენი მოტორი არ არის მომული. გადი აბნახე. ჩვენი ოფილი. იმიტომ რომ ხუნდა წყალი შემოტანა. დღეს რაღაცა დაცხა ახლა და დაახლა დამწყა მწუჩხა. ასე ის არის აქვია მზეთ სულად ანათებს აქედან. ხო. ქარიც ჩადგა რა ვიცი აღარ არის. ცოტა ჩადგა მგონი გოშველი. თუ ისევ არ მოკროვდა ვიცი. რა ვიცი. გოშველა მგონი. ცოტა მაინც. მაგრამ გლახა არის უწყლო იმისო რა ქვია. ციგრილი რო არ არის გლახა არის. თვალები ამიქავა. ჰა? თვალები მიქავა. ეგ არის მაძლევს ალერგიას ალბათ რაღაცა მტვერი მოაქვს. რა ვიცი. ჩანდაბა არიან თვალების ფხანა ვერ გავიგე ხალხო რა. ამოვიგილჯენ ამისა თვალები. რა ჩანდაბა მეც. რა ვიცი. ხო პარასკევია ხო? ხო. ზიგ შაბათი. დღეს ხო შაბათია. იქით იმას შაბათს ხელფას ველოდები. მეორე შაბათს. მეორე შაბათს. აუ ისო შაბათ კვირას მოუწია. ორ შაბათს ესე. ორ შაბათს. მაგრამ მიფხანება. ხალხო ეს მითხარით ეს ალერგია მეგონი ეს თვალების ფხანი.
ფხანა აბა სხვა რა არის ჰა დამიწესლესი რა თვალების ქავილი მაგრამ გლახათიც რა ისახია ახ რაში ოთახებში რა საქმე აი დასავს ბურკებელი მაქვს ქალბა გასაკეთებელი მაქვს გარეთაც ბევრი საქმე მაქვს მე საქმეს ნუ აიტყვი რა ყველს საქმეა ხალხო ამ სახლებში რა გონია გარეთ არ არის საქმე ესე მიგონი ზოგი რო საქმესაც ასწრებს მუშაობასაც ასწრებს და დაჟე გარეთ გასვლასაც ასწრებს და იმას რა ქვია გართობას მე რა ვიცი ალბათ მე ვარ დაბდურა ეგ არის საინტერესო როგორ ასწრებენ მე ვარ დაბდურა თუ რა ხდება ეგ მიგვირს ეგ მაინტერესებს როგორ ასწრებენ ყველაფერს რა ვიცი მე იცი მაგალითად სიტყვაზე ვიყოთ სოფელში ბევრი საქმე იქ ეზო უნდა მიალაგო იქ საჭმელი ელემენტარულ ყველგან უნდა სადილი გააკეთო და საჭმელი ყველგან გვინდა მაგრამ სოფელში ძალიან ბევრი საქმეა ეზო სისუფთავე სახლის ეზო სისუფთავე ის სისუფთავე ის რეცხე ის თავისუფლად კი სარიცხის მანქანა არიცხავს მაგრამ იმას გაფენა არ უნდა იმას გაუთავება არ უნდა იმას გაკეთება არ უნდა ხო უნდა ხანდახან ისე დამეზარება აქაობის დალაგება რო რა ვიცი რა კენგი აი გლიჯე ვერ გავიგე ეს ბრალია ეს რა არის ჩენი ბრალია ეს ბრალია არა რატომ აქ ის ჩვევა მე რა ვიცი ესე ვაკეთებ ხოლმე ხან ასე ვარ ქართველთან ჩავარ მე უშევ ქათმე ო შევყაროთ მალე ქათმები არ იქა საჭმელი აქვს და საყარელი არ დამიყრია და უყურე თორცუდოებია დურიან შეგუჭამს კიდე რაღაც ხო შევყაროთ მალე და დილას კიდე ის ვნახეთ რა ქვია ზევით გზაში რომ მიდიო ვაი მე როგორ ავიდა ზევით რა ქვია ნაცში ავიდა ზევით დედოფალა ხო დედოფალა თუ იცით დედოფალა სინდიოფალასაც ეძახიან და თრითინასაც ეძახიან ნამაზე ავიდა ხეზე და მერე ჩამოვიდა და გადახტა ღობისიქით ხეზე იყო ასული ავიდა რავი ეტყობა ბუდე რამე არის იქა ალბათ ჩიტის ბუდეა რაბე ხო ხო და ავია ზევით ჩამოვიდა კოხტად ძირითადად ეგ ის არის რა ქვია როგორც ცნობილია და როგორც ვიცით ვიკიპედიაში ეგრე წერია იმასაც ჭამს რა ქვია წვრილ ფრინველებს წვრილ ღმარხნელებს და ეგეთ რაღაცებს მიიღებს პატარა და თაგვებს დათვებს თქო დათვინდრუც არის ღრხნელი იმეებს რა ქვია კურდღლის ბაჭებს ჭამს ჩიტების ბარტყებს აბა ჭამს ქათმებს რანაირად აჭამ ქათმებს აღჩობს და იმებს აწლის გულებს გულს აწლის და ვსიო მეტი არაფერი მე რა ვიცი ხალხო რა არის ის შემოგვეჩვი შაშანა იყო და წელსაც შაშანე გარიყო აბა მელა იყო შაშა მელანი შულევა ის ხორტაცებელია ის ხოკალავს ჭამს რომ შულევა კაცინი ეგ არ წაიყვანდა ქათამს აღარ იყო ქათმები ვერ უყურებ შაშა და სხვათა შორის ყვენაც აკეთებს იგივეს მაშინ კვენა არისო მე რო დავიჭირე მაშინ ხო ის ყვენა იყო ყვენა ცოტა უდნა დიდია ხა გიორგი კიდე რო წავთ ჩავიდეთ შევუწოდეთ აი ქათმები ხო და გვიჭამოს მაშინ ყვენა უდნა ხელი გამავიწყდა კიდე კაი გამახსენდა უცბად თუ არა დამჭამდნენ ქათმებს რაც რაღაცა შეუვარდება შეჭამდა
შევიდოდნენ ღამე კი შესულები იყვნენ მაგრამ შევარდებოდა შიგნით რაღაცა ხო რა მშველობა აქვს მშველობა აქვს ქესუში ჭამა რამე რა ითქვა ის უნდა გამოუწიოს დივანი ხვალე ზეგ გადმოასუფთა ოასის ტერიტორია სიმართლე გითხრა ქუჩის ძაღლებიც კარგად მიითმევენ რომ კი შეგვიძლია კარგად გემრიელად მიითმევენ თან კი და ელემენტარულ სოფელში ხარ ელემენტარ ძროხა შეიძლება არ ამყავს მე ძროხა არც ძროხა და რაღაც ღური აღარ ამყავს მაგრამ ელემენტარული ეთიკათამი მაინც არ მიყავდეს გეყოლება და ყავს და რაღაცა მოდის და გიჭამს ხო ახლა ხო სუდა დამწყდეული არ გეყოლება ის ძროხა უნდა გამოუშვას ცოდვაა დამწყდეული ეს ყველნა და ის ეგ ის არის გდილას ნახეთ და მელახო მოდის მაგრამ ეს ქუჩის ძაღლებით რო აი სოფელი ის რა უნდა გავაკეთოთ კი მესმის იმათაც უნდა ჭამა მაგრამ როგორც რო ქათმებს ჭამენ ეგრე ცა შეიძლება ხანდახან გზაში რომ მიდიან მოარბენინებენ ხოლმე ქათმებს თან ისე შემოხედავენ გეგონება შენ მიარბენინებ ქათმებს ის კი არა აკეთ დამნაშავის გავაკეთე აკეთ დამნაშავე ხარ ხო აკეთ გამოგიყვანე დამნაშავეს დამნაშავ ჩაიდენო გეგონება მე მიარბენინებ ხოლმე ქათმებს არ თვისი დამნაშავე შენ ხარ ეს ზოგადად დამნაშავებიანია ხალხი რატო ამრავლებენ იმდენ ძაღლებს დამნაშავე არიან იმიტომ რომ ამრავლებენ ძაღლებს და მარტო ხალხი კი არ ამრავლებს ქუჩაში მრავლდება გამოაგდეს ამდენი ძაღლები მრავლდება ის ქუჩიდან არის ძაღლი გამოგდებულება საიდან ხო სახლიდან ხო აღარ უნდათ მე დედაძაღლებს გამოყრიან ის არის რა ქვია პატარას მოიყვანენ ლეკვებს ვითომ სათამაშოა და მერე გაზრდიან და აღარ უნდათ ნეთის წერდა ჯგუფში ძაღლის ბავშვისთვის მოვიყვანეო და ის არის რა ქვია ბავშვი უკმინაო და ბავშვისთვის რატომ მოიყვანე ძაღლი მერე უწერენ კომენტარებში ბავშვისთვის როგორ შეიძლება ძაღლის მოყვანა ხო სათამაშო ხო არ არის თუ ეგრე სათამაშო ძაღლი უყიდე არა თუ ნამდვილი ძაღლი მოყვანე ზოგი ძაღლი ეგრისულია ზოგი არ არის ზოგადად ყურძე მოგიდა ხელი და უკმინა ზოგადად ძაღლი ყურძე ხელი ჩაგიდებს გიგმეს მარასია ესე ზოგჯერ ქუჩაში რო არიან ისეთი თვალები აქვს და ისეთი თვალებით იყურებიან დიდი ტკივილი იგრძნობა მათ თვალებში შეგეწოდება ადამიანს ცოდოები არის ხო კატა რო იყოს ეგ არაფერი კატა თავისით ინადირებს რაღაცას გააკეთებს მაგრამ ძაღლი კატა ხო კატა თავისით ინადირებს იმიტომ რომ ველურია ეგ ხეზე ავა კატა იმას დაიჭერს ჩიც რაღაცას იზავს ელემენტარული ნაგვის უნაში ჩავა და რაღაცა შეჭამს რამდენი არიან ხოლმე კატები კიდე ქვევიდან უყურებენ ხოლმე კატებს ძაღლები რო გაიკიდებიან ხეზე რო ადიან და ისინი ქვევიდან უყურებენ ელოდება რომ ჩავავა მე ის სოხერით ზემოდან უიყურება და იმას აშვება რა ქვია აბრაზებს ძაღლს აკონტროლებს ხო
წავიდა თუ არა. კონტროლი. და დამემტვერა თვალები. დამეწყო თვალების ქავილი. ისევე. რა გაძლევს ალერგიას? აქ შემოდიო რაღაცა მაძლევს ალერგიას. ხლა ის რომ ალერგია. ალერგია ეს სხვა არაფერი არა. ალერგია ხო აბა. ქავილი იცის ალერგია. ხანდახან ისე მეკავება ხოლმე თვალები რომ რამის მოვიკლიჭო. ის სურვილი მაქვს რომ ამოვიღო თვალები და გადავყარო სადღაც. ვა. თვალები რომ ამოიღო და გადაყარო რაღაცი იყურები. ისეც აი წარმოგიდგენია ხური მწარე იქნება თვალის ოპერაცია. არ გაძინებენ. არც გაძინებენ არც არაფერი. ხო, და უყურებ ესე შენ იმას რა ქვია. რაღაცა ლაზერი რო განათებ თვალებში. უგრძნო. ლაზერი არა, ზოგში შიგნი რაღაცები ამოაქვთ. ვისაც ის აქვს, ხო, ვისაც გარკვევანება აქვს იმის. აბა როგორ უნდა ამოიღონ? აი რანაირად უნდა მოაბურღონ თვალი? მარტო ეგ კი არა, თვალის ოპერაცია გასწორების და იმის მხედველობის და იმის ოპერაციას კი არ აკეთებენ, თვალის გადანერგვაც შეუძლიათ. არა, თვალი როგორ უნდა დაბურღო გიორგია? არ ვიცი, რა ვიცი, ბურღავენ ალბათ, რა ვიცი მე. მე ერთად ჩახვიდი აქ თვალში, აი აქედან ჩადი და ბურღო. მე აქედან ჟვემია შედიან, აი. ასე ალბათ აწევენ, ასე აწევენ ალბათ და აი იცი რა საშვებია. ასე შვებია და ალბათ. ისე საინტერესოა ჩაწერო ტელევიზორში რანაირად აკეთებენ. და ინახო. თვალის ოპერაცია. და ინახო რანაირად აკეთებენ. ისე ადრესანავის ლაზერები და რაღაცები გამოვიდა. რითი აკეთებდნენ თვალის ოპერაციას? როგორ აკეთებდნენ? ხო კეთდებოდა კატარაქტის იმის ოპერაცია, ხო სანამ ესენი გამოვიდოდა ეს ტექნოლოგიები. ხო, რა ვიცი. არ ვიცი, რა სწორედ დაგჭირები აღმოჩნდა და გვაჭიროს. მაგრამ არ ვიცი. არავის არ დააჭიროს ასურა თქვინდა ოპერაცია. ძალიან საინტერესოა. მე ოპერაცია რო გავიკეთე რა გავიგე, მე ვერაფერს ვერ გავიგე. შენ ვერაფერ ვერ გაიგე, აბა მაგას ვინ გააკეთებს იმითი რა ქვია. დაუძინებლად. რა საშინელება. ხომ არ გაძინებდნენ და იგი ეგრე გაგიგეთონ. არც გამოყუჩებელი. არც გამოყუჩებელი არც არაფერი. ხო გაიგე, მოგდები აბა ზიზა. რომ გაგჭრიან და ამოგიღებენ რაღაცები. არა ზიზა. ხო, ვერაფერს ვერ გავიგე. მე იმ რაღაცას რო აცლიან ნაწლავებს გაწევენ, გამოწევენ, შეწევენ. გაწევენ, იმას იზოვენ ეს რაღაცას დაამაგრებენ, გადაწევენ მუცელს. და კანი რაღაც. აი ეს კანი, ეს მუცელის კანი აი აქ მგონი დამაგრებული აქვს. ხო, აბა. ხო, ამოწევენ. გაჭრიან. ხელა ჭრილობა ქონა აი. იმას მიწევენ, ამას მოწევენ. აი ქვემოდან აი ესე ქვემოდან მხარეს აი ეს რო ქვემოდან აქ რომ მუცელი იყოს და აი ქვემოდან იყოს გამოჭრილი. ხო. იმას გაწევენ ორგანოები ხო არა ეხლა იქ შიგნით. შარდის ბუშტი და შარდის ბუშტი, იმის ბუშტი რო არ დააზიანო. და ის ამოიღონ რაც არის ამოსაღები. თან ამ ხელა რაღაცა იყო აი. აი. ხო. დიდი ქვასავით. წარმოგიდგენია ამ ხელა რაღაცა. ქვას გავდა. და ისინი ქონა. რაღაცები მქონდა ხო. დაინახა შენ. ხო, სურათი ხო ქონდა რაღაცას გადაღებული. რაღაცას ქონდა, არ ვიცი. ხო, რაღაცას ქონდა ხო. მე არ ყოფილვარ იქ. შენ არა. შენ ზონდენ წელს იყავი ოპერაცია გავიკეთე. მე რა ვიცი. ორი 2000 ის გავიკეთე. კორონა არ იყო მაშინ. კოვიდი არ იყო. არ იყო. მე დაიწყო. ხო, კოვიდი დაიწყო 2019 წელს იმას აქ რა. ხო. დადასტურდა პირველი კორონა იმაში. გავიკეთე 2000
18-ში მგონი თუ 18-ში 18-ში ხო 18-ში ხო 18-ში ხო 18-ში მასთან 2018-ში ხო 2019 და 2020 უკვე იყო ისა 2019-ში პირველი კოვიდი დადასტურდა იმაში რა ქვია 2019 მე გავრცელდა 19 არა 2018 იყო ხო 2018 წელი იყო ხო ხო 2018 წელი იყო რომ კარგად მახსოვს რომ ისინი მოვიდნენ რა ქვია შენ ოპერაცია გქონდა გაკეთებული მაგთის ისინი რომ მოვიდნენ ინტერნეტი რო გახავდათ მაგთის ხო Wi-Fi და ეს ტელევიზია რო გახავდათ გახავდათ ხო და რომ მოვიდა გოგო და შენ ვამოხვედი უქვევიდან ახალი ოპერაცია ახალი ოპერაციები იყო ხო ვირუსტურდა ახალი გამოსული იყავი საუბრობ 2 დღის ხო 2 დღის გამოსული 2 დღის გამოსული არა მეორე დღეს მოვიდა კაკა არა მეორე დღეს მოვიდა ხო ხო ოპერაციის მეორე დღეს აი რო გამოვედი რა გამოწერის მეორე დღეს მე 5 დღის გამოვედი ხო და მე 5 დღის გამოვედი მე 5 დღეს მოვედი ხო შენ სახში არ იყავ რომ მოვედი სახში არ ვიყავი მე მაღაზიაში ვიყავი ჩასული იცოდით რომ როგორ მოვსულიყავი კი როგორ რები რაღაცები უნდა მოგიტანა ხო ხო და ის არის ხო და ის არის რა ქვია მეორე დღეს მე ის მოვიდა ინტერნეტის გოგო მოვიდა და ინტერნეტი გნება თუ იმას აქნა რა ქვია დეჩებს ელაპარაკებოდა და ხო მე დეჩემი ამოვიდა მოდიო ძლის ამობობხდი იმას აქნა რა ქვია ჩაინიშნა ახლა ვის უნდა და ინტერნეტი და ვის არა ვის თან უნდა შეიყვანა ხო და შეიყვანა თუ სილქნეტი გქონდა სილქნეტი Wi-Fi გქონდა სილქნეტი Wi-Fi გქონდა სილქნეტი იცი როგორი შეგვიძლია რომ გამოგვერთებინა და გამოგვიტანა აქეთ ოთახში დავათრევით სადაც წავიდოთ იქ მივიდა ოღონდაც რანერი დებილური ინტერნეტი იყო კარგ ამინდში ჩვეულებრივად მუშაობდა დენი რო გაითიშებოდა სულ დენი რო გაითიშებოდა ან ცუდი ამინდი იყო აი მე საერთოდ ინტერნეტი არ მუშაობდა არა და ეხლა ხალხი ეხლა იძახიან ვისაც აქვს სილქნეტი შეყვანილი სილქნეტი ჯობია მაგთისო ბევრად ხო და მაგალითად იცი რა არის ხო და შეიყვანოთ დეჩემო ბარემო და აი შემოვიყვანეთ მე მოვიდნენ თან ბებიაჩემ არ ვარ გაის ინტერნეტიო რაც გვაქვს და ხანდახან სულ არ გვაქვს ინტერნეტიო და ბარემ ისიც შევიყვანოთ ის შევიყვანოთ გონი როუტერი სადაც აქვს იქით ადებს რაღაც იმ სილქნეტის როუტერი მე რო გამოვთეთ ეს სილქნეტი დავრეკეთ და განაცხადი რომ გავაუქმეთ ახლა ხო არ იტყვი რაზე აღვქმებ მოვიგონეთ რაღაცეები იმას აგვქენით რა ქვია მე უნდა ჩამოიტანოთო არა მაგათ არ გითხრეს რა მაგათაც გითხრეს რომ გვინეკავდნენ ხოლმე ეგ უნდა ჩამოიტანოთო ეგ ისა თორე ჯარიმა იქნებოდა ჯარიმა კი არა დღესაც სახში დევს საერთოდ ვიღას ახსოვს ეს შენი სილქნეტი არც ჯარიმა მოსულა ხო არც ჯარიმა მოსულა და არც მარიმა კიდე არც არაფერი გვინეკავდნენ ხოლმე რომ ჯარიმა დაგეკისრება თუ რა ჯარიმა არის ჯარიმა აღარც არავის ახსოვს ის ხო და მე ის იმოსკენით ეგრე გავაკეთეთ ეგ მართალი რა ჯარიმა არის ჯარიმა ის გახსოვდა ჯარიმა ვიღას ახსოვს დამიწითლა თვა ისე დამიწითლა ოდნავ ძალიან აღარა მაშინ მთლიანად გაგწიწლებული გქონდა ის არის რა ქვია ხო ეხლა საერთოდ სილქნეტის ოფისში ახსოვს ვინ იყო ნელი გობეჯიშვილი და ვის გქონდა ის ქვია შემოყვანილი ინტერნეტი ხო მართლა რა მინდოდა თქმა ის არის რა ქვია კითხვა იყო ალბათ ახალი გამომწერია და ბევრჯერ მithქვავს ეგ და ვიტყვი კიდევ ცხოვრობთ სოფელ გამარჯვებაში გარდაბნის რაიონია რუსთავი ლილო და თბილისი არის ჩვენთან ძალიან ახლოს ლილო ახლოს ლილო არის ახლოს
ლინომოლე ხო შეგვიძლია ჩვეულებრივ ფეხით ავიდეთ ახლა ფეხით ვერ ახვალ გიორგი შორია ცოტა მაგრამ ფეხით რაც ვერ ახვალ მაგრამ ახლა გაჭირებულ იყო შეიძლება გადახვიდე ხო თბილისი და რუსთავი შუაში ვართ ხო თუ რამე გნებავთ ჩვენთან არის კიდევ ვაზიანი სამხედრო ბაზა ახლოს თუ რამე წვრთნები მიმდინარეობს იქ გვესმის ხმები ხო ადრე კიდევ თვითმფრინავები დადიოდნენ მანდედან ის ბომბდამშენები ხო ეგენი ჩემ ბავშვობაში გამანადგურებელი თვითმფრინავები რეაქცია 0 რეაქცია ქონდა 0 და ახლა რომ იმან გადაიფრინოს რაღაცა უგული გამიხსკდება შენ რო სოფოსთან დადიოდი სანამ ესენი იმას სიზავდნენ რა ქვია დასვადგნენ ახლა ხო და სანამ მორჩებოდი პირველად დაწყებული ქონდა ახალი დაწყებული ქონდა სოფო თურმე იმაში ვაზიანში არის ისინი რა ქვია მე ხომ ეძინა ხოლმე დილით გამომახვიძა რაღაც ავტომატების ხმამ რაღაცა გრუხუნები იყო ვაზიანში იყო ისა რა ქვია წვრთნები ხო ოღონდ მე რამდენად თქვი ეს ისა რა ქვია არ ვიცი წვრთნები და გამომახვიძა ავდექი ჩავიცი მეთქი რა ხდება მე მეგონა ომი დაიწყო მე რა ვიცი რას იფიქრებ კარგს ხო რაღაც ავტომატების ხმა როა და გრუხუნი გარეთაც კი გავედი ხალხო მეთქი შემოგვესია მტერი ვაიმე გუშინ იყო სახუმარო ვაიმე გუშინ იყო ლიბრეში მართლა სადაცილო გიორგის ეცვა ჩუსტები არ ჩაიცვა ბოტასები და ჩაიცვა ჩუსტები ბოტასები არ ჩავიცი რა ვიცი მეძარება ხოლმე ხანდახანდა ჩაცმა გახდა ხო და ბოტასები ისე წავიდა რა უშო ბოტასები არ ჩავიცი რა უშოთ დიდი ამბავი იმაში ის თოინჩი დადიანი მიებით რა ქვია ჩუსტებით და დიდი ამბავი ახლა ჩუსტები რო ჩაიცვა არა ზოგისთვის ეგ ძალიან გოიმობა მაგრამ მოდი რა ხო და ხო და როგორ სრიალებს იცი როგორ სრიალებს ხალხო ყავისფერი ჩუსტები მაქვს რამდენი ჩუსტები მაქვს რა ვიცი ხმეთ მაიცის ყავისფერი ჩუსტები მაქვს ერთი რაღაცა ისე სრიალებს ხალხო ლიბრეში ისე ჯერ აფთიაქში ხო ძლივს შევედი ლიბრეში მე დახლებს შორის ბუქსავდი არა აღარ დამტკივებია მე რა ვიცი იყოს მაინც ხო და ბუქსავ დახლებს შორის ლიბრეში რო შევდივარ მაგითი ბუქსავდი კინა დახლებში ვარ და კინა მომყირავდი მაციوارში იმის მაციوارში რა ქვია კალბასების მაციوارში კალბასები ძეხოულის მაციوارში კინა შევარდი შიგნით ხან ისე გასრიალდა, ხან ასე გამოსრიალდა, ხან გვერდზე, ხან ის. ხო. იგივე აღარ მოჩაიცვა იქ თუ დააკვდები. დასრიალებს. მეორეები სრიალებს. მეორეები არა, მე ფრიციანი, ეგენიც ხო, ეგენიც სრიალებს, იმიტომ რომ მაგის მსგავსი ის აქვს. ის მეორე ის ისინი რა ქვია, თეთრი რო ზოლები რო, შავი როა და თეთრი როა ზემოდან, ისინი არა რეზინის. ისინი საერთოდ რეზინის და ეგენის სრიალებს ეგოური. ისიც სრიალებს რა ქვია. და მე ისინი მაქვს ნაცრისფერები. ეს რაღაცა კრემისფერი ფეხსაც მე ისინიც მაგრამ სრიალებს ლიბინდა. ხო. აი თუ დავაკვდი ერთხელ იმაში დახლებს შორის და ნახეთ მე თქვენ. და დამეცაზე მოდან ყველაფერი. მე რაღა დაალაგებს იმას. რა ქვია? გავიწითლე თვალი. გაიწითლე თვალი ის რა ხენი ამაში აი ამ ადგილას ვიდაბი. აკა. აქ ესე რო იზო წითელი იქნება, მაგრამ იქნება. არა, მაგ, აი აქ. აქაც ხო გაქვს. ალერგია. მოდი ისე ძალიან არა. რაღაცა მაძლევს ალერგია სახში. რა გვაქვს ახლა აქ ისეთი? მე რა ვიცი. ამას ხო არა აქვს მტვერი. მე რა ვიცი სახალხო. ამას ხო არა აქვს მტვერი და იმას აქ. აქამდე რა ქონდა? სულად ვერ ვიყავით. გაგჭეთ. ჯანდაბა. რაკე? გამჭედა ცხვირში ხალხო. 1 2 და 3. 1 2 3. აჰა.
უკაცრავად ცემინება შიგადა შიგ იმის ავითა მაქვს რა ქვია აი DJ რო გამიქსავს ხოლმე რაღაცას მუსიკას ეგრე იქ ოთახში უნდა მოვიბანო თვალები ხო და ის არის რა ქვია გამიაროს ფხანა მე სხვათა შორის მაგ ჩუსტებით მაგ ორი ჩუსტით მაღაზიაში არ უნდა წავიდე სხვა უნდა ჩავიცვა თუ ჩუსტით წავალ ხოლმე წასულა გვინდა და გაქ ინტერნეტი დედი ინტერნეტი არ მაქვს მომეწურა უკვე არ ვარ გაის ინტერნეტი რა აზრია ქავის ჩართვას გუშინ ინტერნეტი რო არ იყო ინტერნეტი კი არ დენი რო არ იყო ინტერნეტი ჩავდე დღეღამიანი 2 ლარიანი რაღაცა 24 საათი იმას აშვება რა ქვია მოქმედებს რა 24 საათი ჩართვიდან მეორე დღემდე ხო და ის არის აქვე რა გინდოდა რა მინდოდა ყველა 2 ლარი დავხარჯე რა გინდა არ იმას აშვება რა ქვია Facebook-ში ვერ შეხვალ YouTube-ში ვერ შეხვალ რაღაცა გინდოდეს ყურება TikTok-ში ვერ შეხვალ ნორმალურად რომ ან TikTok-ი გადაიღო ან რაღაცა და იმას აქნა რა ქვია უბრალოდ უყურო რაღაცას და YouTube სტუდიოში კიდე ვერ შეხვალ რამდენი იყო ხარ შესულხარ რა ეგრევე 9 და რაღაცაზეა ასული უკვე ვა მაგხელს დავინე ახალი არის დაწყებული ის ხო გადავიდა უკვე და იმას აქნა რა ქვია უკვე ველოდები იმას ხელპასი კი არ ხელპასი კაცო ხელპასი რა მომედურება ხელპასი რა მომედურება მანის ველოდები ბარათზე ის ელექტრონული მანი მაქვს რა ქაღალდი არ მიჭირავს ელექტრონულად იმას აშვები რა ქვია მუშაობ რა მანიც შეიძლება გამოვიტანო შემიძლია კი ვიცი მაგრამ აქ არ არის ჩვენთან სოფელში არ არის ის რა ქვია საქართველოს ბანკის ტერმინები ის გამოსატანი ისა რა ქვია ტერმინალი გამოსატანი ბოქსი თუ რაღაცა ქვია რა ქვია paybox-ი თუ რაღაცა ტერმინალი ბანკომატი უბრალოდ არა გვქ paybox-ები კი დგას მაგრამ ხანდახან ისე გაჯორდება ყველგან რომ რა თქინდა ვერაფერს გამოიყენებ ხანდახან აი მე ხალხო ამ paybox-იდან იმდენ ხურდებს ამოიღებენ ხოლმე რომ რა ვიცი მე ფული ქაღალდის ფულები ხურდები ხო თლიანი ის არის ის ქონია ხალხო შიგნით დამაგრებული რაღაცა კარები აქვს და რაღაცა ტომარასავით არის დამაგრებული იმაში იყრება თურმე რამდენლარიანი ხურდები ოღონდ 2 ლარიანი და ლარიანი ლარიანები 2 ლარიანები 50 თეთრიანები ალბათ რა ვიცი რამდენი იქნება სად მიდის მე ეგ რა ეგისა როგორ სად მიდის ბანკში იმათ მიაქვს თვითონ ვიც რომელი კომპანიისაც არის ეგისა კომპანიაში მიდის ფული კომპანიის წარმომადგენელი მოდის და იმას აშვება რა ქვია მიაქვს ამოიღებს იმ ტომერიდან ფულს სხვა ტომარაში გადაყრით და იმ ტომარას კიდე დააბრუნებს შიგნით იმდენია დოყელა ხანდახან ხო იცის ხოლმე ჩაყლაპოა მაგარ გუშინ მივდიოდი დილით ხო გაიწია დენი კიდე კაი იქ არ ვიყავი თუ ბარათი დარჩებოდა კიდევ კარგი ხალხო გუშინ არ წავედი დილით და სანამ დენი გაითიშებოდა უნდა წავსულიყავი და ავიღებ ბარემ თუ რა ვიცი მე კიდევ კარგი რომ იქ არ ვიყავი ბარათი არ შევდე იმაში რა ქვია ბანკომატში და არ ვაკეთებდი მაგ იმას უკვე თორე ბარათი გაიჭედებოდა იქ რო გათიშულიყო დენი იდედა მე ვიღა გამოიღებდა იმ ბარათს
მეზობლების ხმარი გარეთ. ხო. ისე ისმის გეგონა ვიღაცა ეზოში ლაპარაკობს. ხო. უდა სეხალა ჩვენ წერან ცივიყავა. ცივიყავა მივირთვით. მეზობელი სტუმარი ყავდა. სტუმარი ყავდა. გემრიელად, მაგრამ მე არ მიყვარს ცივიყავა ხალხო. ასთამილევია მე ცივიყა. არა, მივირთვი როგორ არა, ცოტა მაინც დავლი ის უცოტა, ოდნა. არ მიყვარს ძალიან. ყავა ის არის კაფეში რო იყიდება. კაფეში რო მიხვალ და ნაყინით რომ მოგართმევენ და ნაყინით ზეოდან. უი დავეცით. სახში გაკეთებულს უკვე აღარ ვკადრულობ ხალხს რომ გავსვეცკდი. მაგრამ ფასიც კი კარგად ხის. მითხლი შუა. ქალაქში რო გავალ ხოლმე ვაგლეჯავ ფულს იმაში ყავაში და ისე მოვდი. 41-ზე. სამალია ვიდა. ო. ლაპარაკზე უცბად მალე ადის და გარეთ რო გახვალ და სეინობ იმას იზავ რა ქვია ქუჩას გაივლი გამოვივლი ისევე არ არის მისული ნამდვილად. დღეს გავიაროთ კი და გამოვიაროთ. რა ვიცი. ქარია თუ ქარია. რა ვიცი. ზისუმზირა არა გვაქვს. ზესუმზირა სულ არ მინდა. მინდა კაი ესე იმებისთვის. კაია სეირნობაც კაია და ხო, კიდე ის კითხვა იყო თქვენი სახლიდან მაღაზიამდე რამდენი ის არის კილომეტრიო და არ ვიცი. დიდი ბევრია. ჯერ ეს ქუჩა უნდა გადაიარო. მერე ქვევით ქუჩა უნდა ჩაიარო. მერე კიდე უნდა ჩაიარო. გაიარო ბოლო ცენტრამდე მიხვიდე. აქეთ ქვემოთ ისიც შორს არის. ისიც შორს არის ქვემოთ რო დავდივარ. მე ძირითადად ქვემოთ მაღაზიაში დავდივარ ხოლმე. სკოლის მაღაზიაში. სკოლა არის მანდეთ. სკოლა არის მანდეთ. მან დავდიოდი სკოლაში. ეხლა ის სკოლა ისეთი აღარ არის როგორც მაშინ იყო ჩემ დროს. გააკეთეს. ძველ სკოლას და ახალ სკოლას შორის ხიდი იყო ის არა ქვია გაკეთებული. ეგეც გააერთიანეს. ერთიანია? ხო. სკოლას ოღონდ აღარ გავს. იმის ნოსტალგია აღარ აქვს. ეგ გას ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ხალხო. ისეთი ფერია. საავადმყოფოს უფრო გავს ვიდრე სკოლას. ვიდრე საგანმანათლებლო დაწესებულებას. ფსიქიატრიულს მაგონებს ხალხო. ის ნოსტალგია აღარ აქვს რო უყურებ. ბავშვობის ნოსტალგია. მთელი ბავშვობის რამდენი წელი მანდ გავატარე. პირველი კლასიდან მე-12-მდე. მაგრამ მაინც რო დავინახავ ისა, რა ქვია, მახსენდება ის ადგილი, მოგონებები ამოდის ტვინში. ოღონდ სხვანაირი იყო. ერთი მხარე იყო წითელი, მარცხენა მხარე იყო წითელი და მარცხენა მხარე თეთრი. მარცხენა მხარეში ვსწავლობდი მე. მაგრამ რა მნიშვნელობა ქონდა საწავლობდით? იქითაც ვიყავით ხოლმე. ძირითადად მარჯვენა მხარეში ისინი იყვნენ პატარა ბავშვები. პატარები უფრო. პირველი მეორე მესამე მეოთხე. ხანიკიდან დავრბოდით ხანაკიდან. ორივე მხარეზე იყო გარეთ გავუსასვლელი. ხო. ოღონდ იქით მარჯვენა მხარეს ძალიან ცუდი ის იყო კიბეზე. რო ჩადიოდი. რაღაცნაირი ის იყო. რაღაცნაირი, ხო, კიბე. შეიძლება პანჯარაში გავარდნილიყავი პიტაპირ. რო შეგეკავებინა თავი. პიტაპირ პანჯარაში. გადახტეოდი. ეს რა იყო კიბეზე რო დავждებოდი და ვსრიალებდით. ჩავსრიალებ კიბეს იმაზე რა ქვია. მოაჯირს.
აი უცბად ეგ მოაჯირიდან რომ დაგწგომოდა ან გადავარდნილიყავით ხო დაგორდებოდით კიბეზე ხალხო ხო მოკვდებოდით ხო რა იყო დავიმტვრევდით იქ დედა მე თუ რეებს ვაკეთებდით რომ ახსენდება ნერვები მეშლება ჩემ დროსაც იყო დასხდებოდნენ და ლიწილიწინ მოდიოდნენ მე თოვლი რო იყო ხოლმე რომ მოვიდო და იქით ორნაბიჩთან ის არის ესე ციცაბო ჩასასვლელია ხო და მან დამოვიდოდით ხოლმე სპეციალურად სკოლიდან და სრიალებდით მოიწედე ჩანთებით ჩანთებს დავდევდით ხოლმე ზოგი კურტკას დადევდა ზოგი ჩანთას და სრიალებდით მაშინ არ იყო ორი ნაბიჯი მად ტრიალი მინდორიო ხო ორი ნაბიჯი იყო ეხლა ლიბრესადაც არის მანდ კიდე ის იყო რა ქვია გაზტენიდა ხო კაცი იდგა და გაზტენიდა ტერიტორია იყო ხო ტრიალი მინდორი გაზტენიდა ხოლმე ადგილი იყო მაგ ადგილას იდგა ზუსტად და ჩვენ პატარა ბალონები დაგიტენი დიდიც სანამ ძირი ეს ისინი შემოვიდოდა რა ქვია მაგას ერთი კითხვა უნდა დაუშვო ბუნებრივია არა სადა იტალიაში იძახე რომ გაზი არ არის ხო იმ კიდე საბერძნეთში არის გაზი საბერძნეთში და იტალიაში მაინტერესებს მარტო ის არის რა ქვია პროვინციებში არ არის თუ დიდ ქალაქებშიც არ არის ნეტა მაგრამ მგონია არ არის და უნიარა მაგრამ როგორც ვიცი გათბობას ის არ თავს რა ქვია თავრობა კორპუსში თქვა ეგ როგორია კაცო ეგ რა პონტია ადრე გიორგი კორპუსებში იქ თბილისში თავრობა ჩართავდა გას გამორთავდა ვა რა ვიცი ადრე ეგრე იყო კომუნისტებს თავრობას ჰქონდა ყველაფერში თვითონ არა ფუნქციონერები ვერ ჩართავდნენ სულ გაყინულიყო ვერ ჩართავდნენ იმე ეგ რა ძუდი წეს ყოფილა ფასო იყო და ჩვენთან გაზი რო შემოიყვანეს პირველად სულ პირველად ბუნებრივია ერი ხო ბუნებრივია მაშინ არ იყო როცა შემოიყვანეს ხო 2 წელი მე მგონია 2 წელი ეგრე მახსოვს ის არის რა ქვია თუ 3 წელი 3 უფასო იყო ბუნებრივია ერი ესე საერთოდ არ ვიხდით თანხას სულ უფასო იყო ეხლაც რო იყოს კარგი იქნებოდა დენსკირი დიდი თორე გასველი არ ვიქით დენციდან ტარიფი არ იქნებოდა არა რაღაც მე ის არის რა ქვია ხალხმა ზოგმა ფეჩი შეუშოვეს უფასო ფეჩი რო იციან უფასო გაზი ხო გაზები ჩვენ თქონდა მგონი გაგეთ როგორ არ მიყვარს ეგრე რო არ ადრე ეგრე იყო რო უფასო რო იყო რა და ახლა მიიღარას ფეჩიო ფეჩი კი რა რო კეთილება საჭმელი უსვათათი შევა ადამიანი ბებია და წე და რა ვიცი ეგრე რა ათასნაირი რაღაცა ხდებოდა რა ვიცი ადრე ხო სხვათაშორის ყველაფერი გემრიელი იყო ადრე უფრო გემრიელი კი არა ნატურალური სუფთა ლიმონათის გემოქონდა მართლა მსხლის გემოქონდა ლიმონათს მართლა ამდენ ტოქსიკური არც ხო კოწახური კი არა ხო კოწახურის კამფეტს კამფეტი ლიმონის ნათიც იყო კოწახურის ლიმონათი ხო მაგრამ ისა კიდე რა ქვია იმისი ტახუნის ლიმონათი ტახუნის გემოქონდა ფუღურა ვიყავს მართლა გემოქონდა ყველაფერს მსხლის და სხვათაშორის ახლა ტარხუნის ყველაზე მეტად არ ქონდა ლიმონათი ის რა ქვია აღარ აქვს ტარხუნის გემო არაფერს გემო აღარ აქვს აღარაფერს მსხლის ლიმონათს როსო მსხლის გემო არა
ნაღების ლიმონათი მიყვარდა და აღარ ყიდულობ ხალხო. აღარა. გემო აღარა აქვს ნაღების. ხო და ადრე რო იყი დიდი ლიმონათის გემო ქონდა მართლა აი იმის ლიმონათის გესიამოვნებოდა დალევა. კიდე ბოთლებს ჩავაბარებდით, დავაგროვებდით ამ იყიდით და შეაგროვებდნენ იმას და წაიღებდით, ჩავაბარებდით, პულს გაძლევდნენ ნაკეთ. ხო. ახლა კაპიკები ღირდა 5 კაპიკი და იმ დღეს ის არის რა TikTok-ში მომიღო გდო ძველი რეკლამები, ჩემ ბავშვობაში რო რეკლამები გადიოდა, ტოფიტაო და ის რო იყო, M&M-ები სანამ გამოვიდოდა და ესე იმაში მაღალ ბოთლებით იმაში რო იყო ბონიო თუ რაღაცა ერქვა. ეგ რეკლამა იყო. ხო და ის არის რა, ისა მე გურჯანის ნახინის რეკლამა, კახური რეკლამა რო არა, ორი მაგარი რეკლამა იყო. ხო და ელემენტარული ნაყინის გემო და ესეთი ძვირიც არ ხიდა ხალხო. ჩემს ბავშვობაში ეს ჭიქის ნაყინები, სტაკანჩიკი ნაყინი უნდა მეთქვა ხალხო. 40 თეთრი ხიდა ჩემ ბავშვობაში. მე რო პატარა ვიყავი, მე 50 2003 წელი ეგრე 2003-2004 წელი ეგრე სადღაც. ხო 40 თეთრი ხიდა. ხო და მე ისა რა ქვია 40 მე 50 გახდა. მე 50 ჯანდაბას 50 ღირდეს. რაბაია ლარ ნახევარი, ლარი და 60, 2 ლარი, 3 ლარი, 4 ლარი. 50 თეთრი ხიდა და მე რო სკოლაში დავდიოდი, ის ნაყინი რა ქვია, სენდვიჩი ნაყინი როა. ხო. ორცხოვილები რო აქვს და შუაში ნაყინია. ხო. ხო. არა და როგორ მიყვარს, ეგ ყველაზე მეტად მიყვარს ეგ ნაყინი და ძვირია. 2 და რაღაცა ის. ხო და როგორ შეიძლება იგით რა. ადრე ლიმონათი ღირდა 5 კაპიკი და 20 კაპიკი და პამიდორი ღირდა გიორი 3 ლარის პამიდორი მოგდიოდა 5 კილო ლამის 5 კი არა მეტი. ეგ ქალაქში წყლები რო იყიდება. და ახლა 1 კილო პამიდორი ყეს 3 ლარი. ხო, პატარა ისინი რო იყიდება ხოლმე ბოთლები, ხო იცით? ნახევარ ლიტრიანი ბოთლები წყლის. ადრე ღირდა ლარიც თუ არ ვწდები ჩემ ბავშვობაში. უფრო დაბალი კიდე. 50 თეთრი. ხო. ხო და ახლა კიდე 3 ლარი დოს გული. ხო და ეკონომიკა. გაძვირდა ყველაფერი და აღარაფერი. ეკონომიკა ყვავის. არაფერი არა იმაშვება რა ქვია. რატო უნდა ღირდეს აი ამ ხსისკი კალბასი, აი ამ ხელა, ითქვა ამ ხელა მეტყურს და აი ამ ხელა მეტყურა. რატო უნდა ღირდეს 9 ლარი? ან 10 ლარი. 9 და რაღაცაა წერია. 9 და რაღაცა ფასდაკლები თუ ვითომ. არ იყო ფასდაკლება. არა, აქციაში არ იყო გუშინ. ხო. აქციაში ის იყო მეორე პატარა. ხო, ეხლა ერთ-ერთმა მოუწერა კიდე პამიდორი ჩვენთან ხაშურშიო 2 ნახევარი ღირდაო. ჩვენ 3 ლარი მივეცით. ჩვენ 3 ლარი მივეცით ხალხო ლიბრეში. 3 და რაღაცა. და ლიბრეში კიდე ის არის რა ქვია აზერებთან იმან მოგწერა ნანა ქრუგვიყურებს თოთლაძე ხო იცი? ხო და აზერები რო არიან აქ ქალები. მაგათან ძვირიაო და აზერებთან არ ვიცი რა ღირს პომიდორი, მაგრამ ლიბრეში 9 და რაღაცა 9.90 ღირდა. ვარდისფერი პომიდორი. გინდაც იმ აზერებთან ხო? ის გაძვირია. თან მე რა იცი? 9.50 ეწერა? 9.90 ეწერა ვარდისფერ პომიდორს ლიბრეში. ხო. ხო და აი რა ის სიძვირე რა ვიცი. და ადრე ყველაფერი იაფი იყო, ყველაფერს აკავდა, გემოს. პომიდორის გემო აღარა აქვს პომიდორი. ნაყინის გემო ქონდა, ლიმონათის გემო ქონდა, ვაშლის გემო ქონდა. ახლა აღარაფერს აღარ აქვს გემო. ფანტაც სხვათა შორის ადრე ფანტაც გემრიელი იყო. ეხლა კიდე რაღაცნაირი სკლარტე გემო დაკრავს. აღარ არის ისეთი აღარაფერი. ახლა მეტი წილი ქიმიაა გემრი. და ის ქიმიურად არის. ლიმონათი ისეთი გემრიელი იყო, რომ გახსნიდი და დალევდი, რომ გესიამოვნებოდა და ახლა ბორჯომს აკავდა კიდე და ყველაფერი. ნაბეღლავის გემო ქონდა. ხო.
ახლა აღარაფერი აღარ და საირმე იყო ყველაზე გემრიელი კიდე და საირმეც გააფუჭეს სოდის გემო აქვს. ლიმონაც კიდე და იმას ფანტას და იმების მთელი მენდელეევის სისტემა შიგნით აქვს. ხო. და დღეს დილით კიდე მოვისმინეთ იმაში რომ რაღაცას იწვევს. ენერგეტიკული სასმელები. ენერგეტიკული სასმელები ისედაც არ ვარგა, იმიტომ რომ დამილევია, ენერგეტიკული სასმელი. ვერ ვისვენებ, მაფორი აქებს. ხო, ზედმეტი რაღაცა სჭირა არის. ორგანიზმს იცი რა არის ხო? ის არა. სიმართლე რო გითხრა, ზედმეტი არაფერი ვარგა. კი, მართალია. ყველაფერი ქიმიაა, მას აღარ უნდა გამოდიოდეს. აღარ უნდა უშვებდნენ. არა, უნდა გამოვიდეს. ხო და მე რაღაც იმას აშვებიან აცხადებენ. ვიცით რო არ ვარგა. მე რო აცხადებენ კაცო, ხალხი უყიდროს რაღაც უშვებს. სიგარეტის არ იყოს. რატო მოწევა კლავსო და მოხრო ყრონტ გამოჭრილი კაცია. ხო. მოყრო, ყრონტ გამოჭრილი კაცია ასე. რა გაჭრილი. ხო. აი რატო გაუშვებ? ხო. ზამავნია. და ჩემ ხელა ასოებით აწერია. მოწევა კლავს. რაღაც უშვებს, გავიგეთ რო კლავს და რაღაც უშვებს. აბა გვითხრან ერთხელ. რა არ კლავს? და რა არ იწვევს სივნეს და იმას რა ქვია. რო ისჭამოთ ჩვენს ხო? აღარ ვიყიდოთ მავნე რაღაცეები. გვითხრან აბა რა არ იწვევს? ბალახი. წვანილი. ბალახის რაღაცაა. მე ბალახი 1000 ნაი წვიმარანაი ემოდი ვეღურებ კი, გიორგის წვანილიც ისე თუ არ მასქენი შეწამლი ის ხო. წავარ მოდის. ხო. ხმება და ფუჭდება. ეს ქიმიკატები არ შედის. პომიდორს დათესავ და თუ არ შეწამლე ფაროსანა დაესევა ზეთ. ხო, და ვერ შეჭამ მაინც და მოწამლო და იმას აქნა ისევე ის არის რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია. მოწამლული ხო? ხო, აი რა მნიშვნელობა აქვს. რა მნიშვნელობა აქვს? გინდა ქუჩაში გიყიდია სადმე და გინდა იგივე შხამ ქიმიკატებით უნდა შეწამლო. ხო და რა მნიშვნელობა? რა მნიშვნელობა აქვს მათ. რა ვიცი, თქვენი აზრით ეგ თქვით. აი რა მნიშვნელობა. ის არის რა ქვია. აბა გვითხრან ერთხელ დაგვისახელონ ხო? რა შეიძლება რა უნდა ვჭამოთ? დაგვისახელონ ხო შეიძლება? არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ის არ შეჭამოთ, ის არ დალიოთ, ის არ იმას აქნათ. კარგით რა. მას ბიუჯეტში რა შევხვდო? მას ესე იგი ის არის რა ქვია. ერთი პერიოდი ხო ტანსაცმელზე იყო ის რა ქვია, ტოქსინებიო მაღაზიაში რო ტანსაცმელი დევსო, არ უნდა ჩაიცვათ, რაღა უნდა ჩაიცვათ, აბა ფოთლებს ხო არ მივიმაგრეთ თუ კაცო. მართლა ზიზოდან ზიასავით. ლეღვის ფოთლებს. ლეღვი დაგწურს ხო? მაგ ჭინჭარს კიდე. იმას რა ქვია. ფხას როკეთები ხოლმე მეორე როა ჭინჭარი არა და მეორე როა. ისა. ნაცარქათა, ხო. აი მაგას ხო არ მივიმაგრებთ. კაცო. რა გავაკეთოთ, რა გაქვნათ? ყველაფერი შხამიანია. ამ ყოველ წუთას ფხალს ხო არ შეჭამ კიდე. ფხალი ზაფხულში ჭამე, როცა ამოდის ეგ ბალაყი და მე რა გავაკეთოთ, ზამთარში რა გავაკეთოთ. ბოსტრეული არ არის, არაფერი არ არის. რა გავაკეთოთ? ერთადერთი კარტოფილი. ხო. კარტოფილი მე დათესავ ზამთარში არ მოვა, უნდა იყიდო და ის ნაყიდი კარტოფილი არ ვარგაო და რომ გავაკეთოთ რა ვიცი. მაგრამ უნდა ვიყოთ მშიერი. ჭამოთ პლასმასი, თეფშები, მაგიდები, ხე, ბუნებრივი. მე რა ვიცი. ადრე ბოშუბოში ის იყო, რა ქვია. აბრეშუმის ჭია, ხო. ჭია, სკოლაში ყავდათ. გამჯობს ბევრს აყავდა ხალხს. აბრეშუმის ჭია. აი ამოდენას ერთ სპიჩკის კაროკას რომ მოგიყვანდნენ გიორგი. მეტი კი არ მოყავდათ სპიჩკის კაროკებით. ხო, ასათიზიმებით. ხო, აი ეს სპიჩკის კაროკით და რო დაყრიდი იმას, ხო, ის იზრდებოდა, იმდენი ხდებოდა. გაიზრდებოდა, ეგ რო გაიზრდება მე ბოლოს ჭუბს იკეთებს, იმას შედის და პეპელა გამოდის მე მაგის. ის გამოდის ძაფებით რა. ხო, ძაფს ქსოვს და მე რომ მორჩება და უკვე რომ მიაღწევს იმას რა ქვია. ხო, სასურველ იმას. ძალიან რო გაიზრდება უკვე. ჭუბს იკეთებს და მე იქიდან პეპელა გამოდის. ხო, რა ვიცი. ხო და ის არის, რა ქვია. ეგრეა ხალხო.
აი იმ ხელას პიჭკის გარობით მოყავდათ და უშველებელი ხდებოდა მე. ეგ მეც არ ვიცოდი პეპელა რომ მაგისგან გამოდიოდა. მატლივით არის. მატლისგან თუ პეპელა გამოდიოდა არ ვიცოდი და ინტერნეტში ვნახე ხალხო. ეგ მეც არ ვიცოდი. ხო დაიცოდე დაქნა რა. რა არის? დაგბობღავს თუ მე მელა. დაბღობხავს. არა კაც არაფერი არ აქვს. აი მე ხალი გაგიორგია ხარ და მე კიდე აქ ხალი მაქვს და რა კენი. გაცლი და გაცლი მე. იმ დღეს მეც იმაში რა ქვია, სარკეში რო ჩავიდე ხედე ასე შვები, მეთქი რა მაცხია. რო დავიბანე ხალხო იმ დღეს, დავიბანე. სარკეში ჩავიხედე, მეთქი რა მაცხია. ესე ვიხეხავ, ახლა არ დავიბანე რა მაცხია, და თურმე ხალი ყოფილი. ხო და ეგრე არის, იმ ხელა პატარა ჭურპრე ჩვენ სკოლაში. ხელა პატარა ის მე არის. თუთები იმიტომ იდგა, თუთის ფოთორს აჭმევდნენ. ჭამს. იმასაც ხმაურობს და. ხო. ხო, კიდე სკოლიდან იმაში წაგვიყვანდნენ ხოლმე რა ქვია. სექტემბერში რა ქვია, რთველზე. რომ ყურძენი მოგქონდა თითო ედრას გვაძლევდნენ. ის არის რა ქვია. ყურძენი რო არის რა ქვია. კაცითელი. ხო. კიდე ერთ საათზე წავთქონ ჩვენ. წავედით უკვე ერთ იყოს ცოტაღანი ვიყოთ არა უშავს. იტვირთება, ამითი მალე იტვირთება ერთ საათიანი. ხო და ისა. ხო. ვიყოთ ცოტაღანი. მივდიოდით, მოვიტანდით ყურძენს. ხანდახან ხალტურა თუ გვინდოდა არ მივდიოდი ხანდახან. ხო. მის კრეფანი. იცი რამდენი ყურძენს ავტოვებდით კი რო გვიზარებოდა მოკრეფა. ბავშვებს. სამხედრო იმას არ გასწავლით, ნე? კი, მოგესწრებს უსწრებ. და სხვათა შორის ისი რა არის? გვიზარებოდა. აი ერთ ორცას მოგრიჯავდით დავტოვებდით ახლა სულ ასე იყო ჩამოკიდებულები ბებე. და გვიზარებოდა რომ ჩქარა. თავიდან რომ იმას აქნეს. ჩქარა რო გვინდოდა პლანებში ბოლოში გასვლა გძელი პლანები იყო. უცბად მოვკრეფავდით რაღაცებს, ვედრით გავიტანდით თვითონ მოვკრეფავ. თან ესე ხეივანი კი არ არის ესე. ხო, სიგრძეზე არის. ერთხელ თავიდან თან ჭამდით. გასაუცხე ახლა რამე შეჭამო, შენ გაგხეთ კავს. ძირითადად რას გასწავლიდნენ თქვენ სამხედრო იმაზე? აი დაშლა აწყობა. იარაღის დაშლა აწყობა. ხო, მედიცინი. ხო და ერთხელ იმას ავქენით რა ქვია. უნდა აგვეწყო თავიდან რომ ჩვენთან შემოვიდა მე აღარა. რა ვიცი რატომღაც მე აღარ შემოდიოდი. უბრალოდ იცი რა იყო, შრომა ხო იყო. ბიჭები სამხედრო იმაზე გაყავდათ და გოგოები შრომაზე გაყავდა, ცირეებს გვაკეთებდი. პრიპასებს მივიტანდით ყველა, ჩვენ სახში ვის რა ქონდა, რამცხრების, თქვათ რაღაცა საჭმელის რაღაცა, სახში ვისაც რა ქონდა. ან თუ არ ქონდა ვიყიდით და მივიტანდით და მივიტანდით გიორგიამ სკოლაში. ინგრედიენტებს. ბერჯერ ნამცხარი გამოგვიცხია შრომაზე, გვიჭამია. ბერჯერ რაღაცა ან მაკარონის რაღაცა სალათა გავუკეთებია, ბერჯერ რაღაცა გავუკეთებ. იცი, ჭამდით, ჩვეულებრივად ჭამდით მე ჩვენ გაკეთებულა. მასწავლებელი გვასწავლიდა როგორ უნდა გავუკეთებია და ჩვენც ვეხმარებოდით იმ მასწავლებლებს ეს და ეგრე ისეთი კარგი იყო რომ რა ვიცი. საინტერესო იყო. ხო, აი მაგალითად საინტერესო იყო. ტორტი, ერთხელ ტორტი გამოვაცხეთ, ისეთი კარგი გამოვიდა. ჩვენთან უყურთ, ჩვენთან სამხედროზე გოგოებიც ვიყავით და ბიჭებიც. არა, კი შედიოდნენ გოგოებიც, მაგრამ ჩვენ მეტი წელი ეგრე, რა ვიცი, მე ეგრე იყო. პირველად არ იყო ეგრე და მე უკვე ეგრე ავტომატ მოგვიტანდნენ, თითოეულს უნდა დაგვეშალა, მე იმას დაგვიდებდნენ ხოლმე რა ქვია, სამიზნეს. და უნდა იმას გვექნა რა ქვია. ვინც შუაში გაარტყავდა, ის მოიგებდა. გვათამაშებდნენ ხოლმე. ხო და ერთხელ იმას აქვენი რა ქვია. დავიჭირე ეს ავტომატი, თან ეს ყურნა მიიდო. ამ ხელა დაახლოებით თუ არ ვწდები. ახლა უნდა მიიდო. იმას აქვენი რა ქვია. ვისროლე. შუაში გავარტყი. მე კიდე უკან გადამისროლა ამიმან. ეს ისეთი მწარე იყო, ისეთი მწარე იყო. ამაზე მოხდება, ხო, ამაზე. ძალა ლაკი იმას, რომ გაისვრის. ვაიმე, ისეთი მწარე იყო, გადამისროლა ხალხო. ჩემი იარაღიანა. კიდევ კარგი რო არ დავეცი, არ გავარდა და ვინმეს არ მოხვდა. ყველა ეგრე მეც ეგრე. ხო. ელემენტარული აწყობას დაშლა აწყობა. გვასწავლიდა. აი ჩვენ შრომაზე მაგალითად მაგას ვაკეთებთ, მივიტანდით პრიპასებს და მე ეს ბიჭებს დავუთავდებოდათ ეს რაღაცა სამხედრო რაღაცეები შრომაზე. შრომაზე ზოგ ბიჭებს რაღაცებს აშენებიებდნენ, ჩაქუჩი. ისა ხისგან აჭედებდნენ რაღაცებს აკეთებდნენ და
ჩვენ ხო ამ საჭმელებს ვაკეთებდი და ერთხელ ვინეგრეტიც კი გავაკეთეთ იქ მივიტანეთ მასალა და გავაკეთეთ ისე გემრიელი მე ბიჭები მოვიდოდნენ იმასთან აქვია სამზარეულო იყო რა სპეციალურად გაკეთებული რომ ჩვენ ეგ რომ შევსულყავთ მოვიდოდნენ გეხვეწები გვაჭამეთ ჩვენ წილს ვაკეთებთ ბიჭების წილს ხო ვაკეთებდით მასწავლებელი ახლა მასწავლებელი არ უშვებდათ ახლა ჩვენი ჟაშუაში ვიყავთ დავსხდებოდით მე ჩვენ ჭურჭელს მე დამრეცხავდით იქ რაც გქონდა გაწუხტავებული და გავიდოდით კლასებში მე ნაჭამი ნასვამი გოგო გოგოები ხო ზოგმა კარტოფილი მივიტანეთ ზოგმა კიტრი მოიტანა მწნილი სახართავისთავად ადრე აკეთებდნენ ჩემ ბავშვობაში კიტრის წნილიც და მე კიტრი და კარტოფილი მივიტანე იმას სხვა მოიტანა იმას სხვა და გავაკეთეთ ეს ვინეგრეტი ვაიმე რა გემრიელი იყო ჩვენ გაკეთებ ზოგმა სტაფილო და წარმოგიდგენია 28 ბავშვი ვიყავით თუ რაღაცა ნახევარი გოგოები ვიყავით იმდენი 28 ვიყავით ჩვენს კლასში ხო 28 ბავშვი ვიყავით წარმოგიდგენია ის არის რა ქვია იმდენი ის არის რა ქვია პრიპასი რომ მოიტანო აბა წარმოგიდგენია ზოგმა კარტოფილი გავწვენით მოვიმასკენით რა ქვია რომ მოიხარშა ზოგმა სტაფილო გავწვენით ზოგმა ისა ზოგი ჭრიდა ზოგი აკეთებდა მასწავლებელიც გვეხმარებოდა даже მასწავლებელსაც მოქონდა ის მასალა მასწავლებელმა ვინიგის მოიტანა მაიონეზი ადრე სხვანაირი მაიონეზი კილებში იყო უფრო როგორ კილებში აი კილებში იყო შუშის კილებში ხო ჩემ ბავშვობაში შუშის კილებში იყო ისა რძე ეხლა ხო პლასმასის იმეებში შუშის კილებში იყო ესე მსხვილი პლასმასის ბოთლებში აქ რო ქონდა ბოთლი აი მსხვილი თავი რო ქონდა რაღაცა და მე გაგვიტყდა რაღაცა მე გამიტყდა და მივარდა ხო ისა აი ეგეთი კილებში იყო სულ მაწონიც იყო იყიდებოდა იცი სად იყიდებოდა მაწონი სად აი რუსთავისკენ რომ მიდიხარ ძველი ბაზარისკენ რომ ჩაუხვიდე სანამ ბაზარში მიხარ იქ ხიდი არის ესე გადასასვლელი იქ იყიდებოდა არაჟანი მაწონი რძე ხაჭო კარაქი იმისი რა ქვია ასე ასაწონი კარაქი იყო მამაშენსაც ხომ მქონდა ხოლმე გიორგი ხო გემრიელი კარაქი იყო კარაქი იმისი რა ქვია შოკოლადის ასაწონი შოკოლადის კარაქის ასაწონი მე ჩაოლებრივი კარაქიც ხომ მქონდა ხო მამაშენს და ისეთი გემრიელი იყო იმას დედაჩემ დააფასოებდა მე დაჭრიდა ასე მე და საყინულეს შედებდა ისე მშვენი რო ვიყენებდით რო რა ვიცი და მოიტანდა მამაჩემ და დედაჩემ მეტი წილი იქ არ მიდიოდა იმიტომ რომ ფაბრიკაში იყო ისა სპეციალური მაღაზია მაგეების და იქ გამოვიდნენ ერთხელ მამაჩ დედაჩემ მოიტანა ერთი 100 ამდენი ის მე 20 ცალზე მეტი იყო ის რა ქვია სმეტანა არაჟანი ესე კუთხედი მეებში იყო ესე გადაბმულები იოგურტის ისინი ხო იოგურტი ხო მაღალი მეებში მაღალია ცოტა და ის სამხელებში იყო თქვათ აი ტყელი და მამაჩემაც დედაჩემ ხო მოიტანა მაწონიც რძეც ის ხაჭოც ეგრე იყო გაკეთებული მოიტანა დედაჩემა შეალაგა უკვე დააფასოა ყველაფერი შეალაგა მამაჩემაც არ მოგვაყენა რძე მაწონი იცი რამდენი მქონდა ყოველ დილით მე დილით რას ვაკეთებდი იცი ავდგებოდი სკოლაში თუ არ მივდიოდი ახლა მეორე სმენა ვიყავი სკოლაში ეგ რა არის შუა დღეზე მივდიოდი რომელ საათზე მოდიოდი მე მოვდიოდი 6-ზე ზამთარში მაღამდებოდა ცოტა რა ძალიან არა მაგრამ ცოტა მაღამდებოდა ის არის დიდბერი გაკვეთილი როცა ქონდა 6 გაკვეთილი იყო თქვა 5 და ის არის ავდგებოდი კვერცხს გავთქვეფავდი დილით გავთქვეფავდი ამ ხაჭოს ჩავაყრიდი პესოქს ჩავაყრიდი იმას რა ქვია ფქვილს აურევდი ასე ერთმანეთს და მაჭკატებივით ასე იმეებით ვაცხობდი ისეთი გემრიელი იყო რა ვიცი ხო და რა ვიცი 28 გიჟი ვიყავით სკოლაში 28 ველური ხო და რამდენ რაღაცას მოიტანა კლასში რძე ყოველთვის სურძე კაპიკები ღირდა ქალო კაპიკები 5 მანეთით იმდენი რძე მოგივიდო და გიორგი 5 მანეთი ლარით აი 5 ლარით ახლა 5 ლარით რა მოგივიდო კაპიკები კი არა ხალხო 5 ლარით ნახები თმინდა გავაკეთო ერთი დღე ის არა ქვია მაგარონ
მაკარონი. მაკარონი მაგძელი მოგიხარშო. არ მინდა. ხო, ის. ხო, მინდა გავაკეთო მაკარონი, მაკარონი მინდა მოვხარშო. და სოკო მინდა გავაკეთო, ქამა სოკო მინდა ვიყიდო და გავაკეთო ნაღებში და მე მაკარონს მივატანე, ხო? აურიო ერთმანეთში. ხო, რა ძვირია ნაღები? ნაღი. 21 არ ეწერა იმ მაშინ, 21, ეხლა აღარ დავკვირდი. რა ძვირია ნაღები ხალხო? დამაწყვიტა ნერვები. ნაღები ვერ მივყიდია, ხო ასეთი გინახავთ რამე? გვენანი მე პული მხელა. ძვირია. იმდენიც არასხია მე. 21 ლარის რა ასხია ახლა იქ. 1 ის არის აქვია, 1 ლიტრი ნაღები. ხო და ისა. ჯერ 1 ლიტრი რა თმინდა, პატარები მინდა რომ ვიყიდო და ნეტა იორნაბიჩი არ არის? არ ვიცი, იორნაბიჩი დამტონელებია. ნახოთ ეს. ხო. და უბრალოდ აიცი რა არის. ელემენტარული სიტუაცია ვიყოთ, აი და ადრე ყველაფერი ნორმალურად იყო და იმდენა კაპიკები და ყველაფერი კაპიკები. აი ვარ. ალბათ ნაღებიც თუ იყო ადრე შენ ბავშვობაში ცოტა ეღირებოდა ფასი და ახლა 21 ლარი რა ამბავია? ეთის ნაღები. მანაკეთ ქვეყნის რძე და ხაჭო და ის მოგივიდოდა რა ქვია, არაჟანი და დაჟე არაჟანიც მოგივიდოდა ქვეყანა. 1, 5, 6-ზე მეტი კიდე დაჟე. არაჟანიც. კარაქსაც ხო იყიდი წონის. 5 ლარი. ხო, 1 კილო ჩულებდოთ, ხო, 1 კილო ჩულებდოთ მოგივიდოდა. იმასაც მოიტანი მაწონს რძეს. 5 ლარით ხალხო ეხლა 5 ლარით პურიც აღარ მოგდის. მამოიც ადრე რომ დამიწერა ერთმა 5 ლარით ის უნდა გააკეთოს რა ქვია. 10 ლარი. არა, მაგან 10 ლარი თუ და 10 ლარით თაც აღარ მოგდის არაფერი. და წარმოგიდგენია სიტყვაზე ავიღოთ ის არის რა ქვია. მოიტანდი. და ჩემ ბერჯის 5 მანეთა წასულა 5 მანეთა. დაჟე გზის ფულიც 5 მანეთი ქონია მარტო. გზის ფულიც 5 მანეთი. გზაშიც გადაუხდია თანხა. უყიდია კიდე. ერთი კვირის სამყოფი ბადრიჯანი, კარტოფილი, პამინდორი. კაპიკები ღირდა ხალხო, ბერჯი 10 მანეთით ბერჯი წასულა. მოგდა. და რა ვაქრა. 10 ლარით დღეს. 5 კაპიკი ღირდა გიორგი 1 კილო პამინდორი. 5 კაპიკი, აი ხო წარმოვიდი 1 5 კაპიკი, 2 კაპიკი, მეორე 5 კაპიკი, 1 ეს 10 თეთრი, 10 კაპიკი, 2 კილო პამინდორი. 2 კილო პომიდორი. ხო, 10 კაპიკი. 10 თეთრი რა ხო, თქვა? 10 თეთრი. მე 2 კილო კიდე 5 ის რა ქვია 4 კილო მოგივიდა. კიდე ისა და კაპიკები ღირდა. დაჟე ხურდაც აი მე მაგალითად ჩემს ბავშვობაში რო წავიდოდი მაღაზიაში. არ ღინდა ჩემს ბავშვობაში ესე კატასტროფა ფასები როგორიც ეხლა. ხო, მართლა არ იყორც მაშინარი. ხო, გითხრათ და წავედი უკვე მე მგონი 2 საათზე წავალთ მე. ხო. რო წავიდოდი, წავიღებდი ფულს, ხო? 20 მანეთი რო 20 ლარს რო წავიღებდი. ქვეყნის რომის ყველაფერს ხო ვიყიდი და ნაყინსაც ვიყიდიდი იმასაც რა ქვია, ცოტას არა, ბევრს. პურსაც ვიყიდიდი, პომიდორი მინდოდა თუ ვიყიდიდი რამეს, ხო? რაც გინდოდა რა სახლში, რასაც დამაბარებდი, ვიყიდიდი ყველაფერს აბსოლუტურად. დაჟე გზის ფულიც ხომ რჩებოდა. და მე ისე როგორ მოვიდოდი სახლში რო არ მომეტეხა ფული, გზის ფული. გზის ფული რა, ფული რა, სახარჯო ფული ჩემთვის. დაჟე ხურდაც ხო დამრჩებოდა. დაჟე ჩემთვისაც ვიყიდიდი რაღაცას, რაც მინდოდა, მე პირადად, რაც მინდოდა. და ხურდაც რჩებოდა. ის არა ქვია, სახარჯო სკოლისთვის ფული. რჩებოდა ხალხო. ეხლა 20 ლარი რო წავიღე, 20 ლარს რო წავიღებ, ვაიმე, ნერვები მომეშლება ხოლმე. ხურდა 20 თეთრიც კი არ ამრჩება. 5 თეთრიც რომ მომყვეს, ისიც მადლობელი უნდა ვიყო. დამაწყდა ნერვები. ხო და არა ხალხო, მე პირადად ცოტა ხანში საქართველოსთან შეიძლება გავიქცე ამ ქვეყნიდან, საერთოდ გავიქცე, მარსზე წავა და დავანებებ თავს. ნერვია არა. წავედი ახლა დაგემშვიდობებით ხალხო. კარგად იყავით, მაგრამ ვიცინი ხუნობ, მაგრამ მართლა ძალიან კატასტროფა ფარი რაც დღეს ქვეყანაში ხდება, კატასტროფა მაღაზიებში ძალიან, არ ვიცი. 100 ლარი არა 100 ლარი. 100 ლარი არის 10 თეთრი. 100 ლარი რო ქონდეს ადრე 100 მანეთი რო ქონდეს. თელის წლის სამყოფს კი არა 10 წლის სამყოფს მოიტანდი. ქვეყანა რაღაცას მოიტანდი.
და მაშინ ათლარად კიდე მაშინ დავიწერა ერთმა ათლარად ნამდვილი დიასახლისიო და კარგი დიასახლისიო და მცხარსაც უნდა აწყობდესო ხორციან წვნიანსაც უნდა აკეთებდესო და დაჟე ჩურჩხელასაც ავლებდესო გმერთო არ ვიცი ეგ როდინდელ კურსზე იმას აშრებოდა ეგ უკვე არ ვიცი დუნდუკ და არ ვიცი დუნდუკ არ ვიცი თქვენ დამი იმას აკენით რა ქვია თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში წავიკითხავ თქვენს აზრს რა ვიცი აბაჰე და აბაჰო ახლა აბაჰე დაგემშვიდობებით კარგად იყავით მაგრად იყავით ჯიგრად იყავით რა ვიცი ზოგი ისევ თქვით ზოგი ესავ თქვით ზოგი ისავ თქვით გაიხარეთ გამრავლდით გაბედნიერდით ვიყვარხართ გვეიმედებით ნებისმიერი ხალხს მოდით დაგესაუბრებით ჩაგიხუტებთ და თუ ვინმე სადმე შეგხვდებით თქვენ გვიცნობთ ჩვენ ვერ გიცნობთ ნამდვილად ახლოს რო ჩვენ მოვიდეთ თქვენ გვიცნობთ და თქვენ მოდით ხალხო არ მოგერიდოთ მართალია ვიყვარხართ ნებისმიერი ადამიანს პატივშცემთ გაიხარეთ გამრავლდით გაბედნიერდით და ღმერთი იყოს თქვენი ფარველი შვიდობიან ქვეყანაში გვეცხოვროს და ჯანმრთელობა მოგცეს ღმერთმა და აი რაც არის რა ვქნათ გაუძლებთ როგორღაც გაიხარეთ როგორ უძლებთ საქმე სწორედ მაგაში როგორღაც გაუძლებთ გიორგი რამე გზა გვაქვს მაგრამ გაიხარეთ გამრავლდით გაბედნიერდით და თავარია ჯანმრთელობა და ღმერთის წყალობა გქონდეს და იქნება კიდეც რაღაცა რა ალბათ კარგად იყავით აბაჰე დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე რო კიდევ რო გავაგრძელოთ საუბარი ვრცელი ვიდეო ჩაწერეთ ხოლმე თემაზე თემაზეო და ის არის რა ქვია ამ თემაზე რო გავაგრძელოთ საუბარი 1 საათი კი არა 3 საათი არ გვეყოფა ხალხო ჯობია რომ მოკლედ ვთქვათ და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი რა ძალიან არ მოგწონს ეს საქმე და რა ვიცი რაც დღეს ხდება ქვეყანაში დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბაჰო კარგი საღამო კარგად იყავით მაგრად იყავით და რამენაირად უნდა გაუძლოთ აქ ამ ყველაფერს რა ვქნათ აბაჰე ბაი